საავადმყოფოში ვარ. ძირითადად სულ აქ ვართ მეტად ბატონი დანიელი, სულ საავადმყოფოში ვართ და გადავწყვიტე სახლში წამეყვანა. დღეს გუშინ სახლში დავრჩით, როგორც კი სკოლაში არ წავიყვანე ორშაბათს, იმიტომ რომ არ ქონდა არაფერი გაკეთებული, ჩამორჩენილი იყო. ის გამო რომ საავადმყოფოში მოვარჩია ჩამორჩენილი იყო სკოლის მასალას და გამოვაძინე 12 საათამდე ეძინა. გამოვაძინე და მოკლედ გავაკეთებინე ყველაფერი აბსოლუტურად აღარ არის ღმერთის წყალობით ჩამორჩენილი, ყველაფერი გავაკეთეთ სახლში და აი თელი დღე მოსუნარი ვიყავი, თელი დღე რო არ მოვედი საავადმყოფოში, აი ვერ მოვისვენე. ყველაფერი გავაკეთე, სახლის აი ყველაფერი დავალაგე, გავრეცხ ყველაფერი, აი ვერ მოვისვენე და ბატონ დანიელი რომ მოვიდა, ღვთისმერმა გოგომ რომ მოვიყვანა ცეკვიდან, გაახაროს ხმერთ, გვეხმარება ხოლმე იმას მიყავს ცეკვაზე. ქართული ცეკვაზე და რომ მოიყვანა გამოვაჭამე ყველაფერი და წამოვედი აქ რომ მინახა როგორ იყო დედა. მოვედი და რა დამხდა. ამიტომ ხარცოდა დედა. შემისა და მოგისარა შენაირი სრულება. გაგიხსნი, გაიცედი არა. მოდი როგორ გაგიხსნა ეს, გაიცედი? დაბმული იყო რა თქმა უნდა მესმის, იმიტომ რომ არ მოიწროს კათეტერი და ასე შემდეგ მისი უსაფრთხოების მიზნით იყო დაბმული და ესე იგი როგორ შფოთვარე იყო, ისევ შფოთავდა მოუხსენი ეგრევე დაბმული რო იყო გავანთავისუფლე. დედა უთხარი ეღამას ვენოსული და რებკიდან შეწივ თუ ზოგადად ბავშვი მიხობილები როგორ მილოძრაის ნახევარსკადა წყალეს პირი ქონდა, სულ გამშრალი ეტყობა ვერ მეხვდნენ რომ წყალი უდოდა. დავალებინე იმდენი წყალი იდენდე და აი ესე ოდნავ შევეხე და აი ესე ხტებოდა ეს ხელი აი ესე უკანკალებდა ორივე ხე და მოკლედ დანიელი ახლა გავუთიშით რომ ნახე რომ დაიძინა ღმერთის წყალობით მშვიდად არის ძინავს ისვენებს ხოლ სკოლაში წავიყვანა და დედაც ხო მელატონინი აღარ დაალებინეს თურმე აი ყველაფერი და ვერ მოისწვირო დაშფოთავ და მოკლედ რა რამდენი მერვე დღე თუ რამდენიმე ცხრე დღე რამდენიღანი აღარ და მე რო არ ვარ უკვე всё რა უფრო ირევა დედაჩემ. აი ოდნავ ხელი დავადე და ესე კრთოდა, ესე ფეხები უხტოდა, არ ვიცი ესეთი შეშინებული რატო დამხდა უბრალოდ. ეხლა ნახეთ. ცეკვავს და იცინეს უსაფრთხოდ. მოკლედ ვერავინ ვერ მიხედავს იმაზე უკეთესად ჩვენ მშობლებს ნათესავს ვიდრე ჩვენ მივხედავთ. აი ინტუიციურად გვგრძნობთ, გული გვიგრძნობს, აი კავშირი გვაქვს ჩვენიანებთან საოცარ და ზუსტად ვიცით რა დროს რა უნდა. აგერ საუკეთესო ექთნები, ექიმები არიან, მაგრამ ადამიანი იყო მწყურვალი, პირი გამშრალი, არ ვიცი რაღაცები ქონდა აქ მიმხმარე. ტობა ყვიროდა უნდოდ მოკლედ რა. მადლობა ღმერთს მოусმინე თქვენი ინტუიციას მოусმინე. როდესაც ვინმესთან მისვლა გსურთ, მიდით, არ გადადოთ, არ იცით იმ დროს რატო ფორია გვაქვს თქვენი სული, ესე იგი იმ დროს მისვლა არის აუცილებელი. არ მიხვალთ, რა იცი რა დაიმართება ადამიანს, რა იცი გაუთენდება თუ არა მომავალი დღე,
გამიწმინდული რო არ იყოს მოგინდათ რამის გაკეთება გააკეთეთ არ გადავდოთ ხვალისთვის ხვანდელი დღის იმედით ერთადერთი დღე როდესაც გაგვდეს არის დღევანდ ერთადერთი დრო საათი არის ახლა ტაქსში ჩავჭექი 10%-იანი ფასტაკება მქონდა და გამოვიძახე რომ მალე მივიდე სახლში რო 1 საათი მან შეძლო დაცინება მე სკოლაში უნდა წავიყვანო ბატონ და ლელი და მე მოვალ ისევ აქ რომ ესე იგი წამოსვლის წინ ისევ დააბესდე და ღმერთის წყალობით დაისვე დაიძინა და მე ვთხარი რომ ჩემთან ერთად დააბი მეთქი რომ ძალიან იყო რომ მაშინ დაგმოლე ესეც ვერ აკეთებდა ხელს ახლა ისი არის რომ აი ესე შეუძლია გამოძრაოს უფრო არ ტკივა ხელი ტკიოდა აღარ ტკივა ხელი იმიტომ რომ ძალიან არ არის დაგმოლი და მოკლედ რა მშვიდად დაიძინა რომ დააბა ამ გოგო მითხრა რომ ახლა რატომ მოხსენიო ისე გავახვიძებო და რა აზრი ქონდა და მეთქარ მე ვიქნებ მის გვერდით და ისეთ კომფორტ შეუქმნი რომ მოკლედ არ გაიხვიძებათ გოდნა შეიხვიძა დედაჩემმა თუმცა ესე პირობა სიყვარულით აი ეს ენერგიები გავეცი და ოდნავ შეიხვიძა ესე ტაში სიზმარში თქვა და შვენივრად დაიძინა ანუ ესეც არ ტკივა ესეც ჩულებრივად ესე ამოძროს ესე გააკეთე ტაში და ღმერთის წყალობით დამშვიდებული ვარ ღმერთო ჩემო მადლობა ჩემ ინტუიციას კიდევ კარგი რომ მოვედი რა წყლის გარეშე ადამიანი დილამდე როგორ იქნებოდა არ ვიცი აი მოკლედ მადლობა რა ჩემ თავს ღმერთს ყველას ანგელოზებს რომ მომიყვანა დღეს დედასთან რომ ესე აი ვერ მოვისვენე დილამდე და ახლა წავსახში 1 საათი მაინც დავიძინებ დანიელმა დამირეკა გაიხვიძა ახლა ღმერთის წყალობით ძინავს მივალ დანიელსაც მეწმინდა მე ვთხარი ბებო შეშინებული არის და მე მივალ ახლა რომ დანიელსაც კომფორტი უპირობა სიყვარული გავეზიარო და მოკლედ ხვალდილიდან ისევ აქ ამიტომ მიხედეთ თქვენ ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ვიტყვი და გავიმეორებ ჩვენზე უკეთესად მათ ვერავინ მომვლის ვარ დანიელი იძინა რომ მოვედი და მოკლედ აი იმაზე ვფიქრობ სულ 8 წელს სულიყავი დილამდე დედაჩემი წყურვალი შეშინებული დამწყდეული აკანკალებული იქნებოდა ანუ წარმოიდგინეთ წყალი გინდა და ვერავინ ვერ ხვდება ძლივს დაიკმაყოფილა წყურვილი არ მიატოვოთ მშობლები არ მიატოვოთ ვერავინ ვერ გაიგებს რა უნდა თქვენ მშობელს როგორც ვერავინ ვერ გაიგებს რა უნდა თქვენ შვილს თქვენზე უკეთესად არ მიატოვოთ როგორი მშობელიც არ უნდა გყავდეთ დაუძლურებული მშობელი არ დატოვოთ სხვის ხელში ეს ჩემი რჩევა არის და როგორც თქვენ გნებავთ ისევე მოიგეცით უბრალოდ ისეთი ბედნიერი ვარ და ისეთი მართლიერი საკუთარი თავის ამისთვის ხირდა ყველაფერი მოვედი მთელი ღამე თურმე ჩაიძინებ და გაიხვიძებ და ჩაიძინებ და ეს მოსვენერი ძილი ქონდა დილით არაფერი არ მეურთმევია ვერაჭმევ ძალიან აგრესიული არის მეც რომ შევეცადე რომ მეჭმია აგრესიული იყო თუმცა მაინც გადმოვსვი სეირნოფასიელებ ახლა ქალბატონს როგორ ხარდე? მიყვაი ხარ ფასიელებ და შედარებით უკეთესად არის და მაინც გაფიტანე ჩემი მიერთო არაფერი აღარ იყო დარჩენილი იმიტომ რომ წაუღიათ თუმცა მოვატანინე იოგურტები და ასეთ რაღაცეები და მიერთო რაც თავი ცოტა ეხლა კიდე მოიტანე და მოკლედ
ბატონ დანიელს წავალ მე გამოვიყვან და ისე მოვალთ აქ. შვიდათ იყოს დედიკო, ჯერ არაფერს არ ამბობენ, როდის გამოწერეთ თავისი დრო შეძლებს უკვე კუჩი გასვლას და ასე შემდეგ. აღარ დგება, ოდნავ მაინც რო ამოძრავებენ, მე გამოწერენ. ღმერთს ვართ მინდობილი, ვერ იქნება.